ორი დღე ხავსის თავშესაფარში. ამდენი მტაცებელი კი ერთად არასოდეს ვინახავს. ტურების ხროვა, მელა, კვერნა. ღამით ბუწკი მესტუმრა. აუ რა ლამაზია. ტურების ხროვა კი ღამით რამდენჯერმე მესტუმრა. ძალიან ახლოს არის. ზამთარ გამოვლილი ქოხის შევაკეთე. მოიმარაგე ბევრი შეშა. მოამზადე გემრიელობები და მოემზადე დასარჩენად. ჩაუჯექით მეგობრებო, წინგერულებად ძალიან მაგარი ვიდეო. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wilds. როგორც ისიც ფოტოხაფანგი დატოვებული მქონდა და უბედნიერესი ვარ. ზუსტად არის გადაღებული 83 ვიდეო. ხო წარმოგიდგენიათ რეები არის აქ გამოჭერილი რა. ახლა გადავხედე. არ მინდა რომ ესე გითხრათ უბრალოდ. პირდაპირ. ჭკუაზეა რო სერიოზულად. იმდენი რაღაც არის და ისეთი რაღაცები არიან. გააფრინთ. ჩაუჯექით, არ გამოტოვთ არც ერთი წამი და აი უბრალოდ დატკბით რა. ისეთი რაღაცები აქვს გამოჭერილი და ისეთი ვიდეო გელოდებათ წინ მეგობრებო რომ რავი. დღესთან აქ დავრჩები, ქოხს შევაკეთებ, გემრიელობებს მოვამზადებთ მე და ტაისონი. ღამეს ერთად გავატარებთ ქოხში. შევხედოთ აბა ამ ღამესაც თუ გოსტუმრება რამე, იმიტომ რომ კამერა ისე უნდა დავტოვო. მოკლედ, ჩაუჯექით მეგობრებო. ძალიან მაგარი ვიდეო გელოდებათ. დღეს მეგობრებო, წამოვიღე პატარა პონჩოტენტი რომ აქვს ეგ, იმიტომ რომ ამიდის გაუარესება მოსალოდნელი ველოდები არ ვიცი, შუა დღისკენ ან საღამოსკენ შეიძლება იწვიმოს. და რადგან ქოხი ამ შემთხვევაში დასრულებული მქონდა თავის დროზე, მაგრამ ზამთრის დროს რაღაც ნაწილი დაზიანდა, წვიმო ჩვეულებრივად ჩამოვა. ამიტომ დაზღვევის მიზნით ეს წამოვიღე. ქოხის ხავსით შევსება ჯერ არ ვაპირებ, გაზაფხული ცოტა რომ შუა ფაზაში შევა და ხავსი უფრო გამოცოცხლდება გარშემო ქვებზე. მე დავიწყებ ხავსი დაფაროს. მანამდე დღეს მაგალითად რო ამოვედი, ტოტებით რო შევავსო, კარგად ეს ცარიელი ადგილები რეებიც არის რა. და როგორც უკვე გითხარით, ხავსი რო კარგად გამწვანდება და გაფუმფულდება, მე დავფარო ხავსით. ამიტომ წამოვიღე პატარა ტენტი, რომ ყოველ შემთხვევაში თუ იწვიმებს, თუ შიგნით ვიქნები, ან ზედ გადავიფარებ, ან შიგნიდან დავამაგრებ, ისე რომ წვიმა არ ჩამოვიდეს რა. აი ამოვალაგებ ჩემს ნივთებს. ჩემი კემში არის ნადირი ჩანთა, გადავავსე დღეს, ამის მაქსიმუმს მივაღწიე რა. აი რასაც გვია გადავტენე, ადგილი აღარ არის საერთოდ. მაქსიმუმ აი ზედა ჩანთაში, ზედა ჯიბეში თუ ჩადებ რაღაცას რა, ეს პატარა ნივთებს. აი მეტი არაფერი ადგილი არ მაქვს და საკმაოდ მაგრად ვიარე მეგობრებო. იმის მიუხედავად რომ ძალიან ძიმე იყო და ცალკე იარაღი იყო ზემოდან დამატებული. იარაღი არ მახსოვს გონი 3 კილოა ეს იარაღი. რაც არ უნდა იყოს, ძალიან კარგად ვიარე იმ შემთხვევაში რომ ძიმე ჩანთა თუ ჩანთა ხარისხიანი არ არის, ტკენს ძალიან ზუგს. ამას არაფერი პრობლემა არ აქვს მსგავსი, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო გრიგორია რა. ჩანთის ნახვა შეგიძლიათ კემშიერში. დღეს რა თქმა უნდა ჩემთან ერთად იქნება ჩემი სპონსორი ვიტამინ ფაუერი, რომელიც დღეს მომამარაგებს ცილებით, რადგან ამ ხელა მანძილზე დასარჩენად იმდენ საჭმელს ვერ წამოვიღებდი, რასაც ყოველდღიურად სახლში ვჭამ. დღეს წამოვიღებ ბიფ პროტეინი და კრეატინი. ორი მიღება მაქვს წამოღებული. ნამდვილად არ მეგონა რომ აი ჰეპიდოგი მქონდა აქეთ-იქით მიმოფანტული და არ მეგონა რომ მაგდენი რაღაც მოვიდოდა. ვიცდები მაგაზე ბევრი აღარ ვილაპარაკო, თორე ვერ მოითმეთ, დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მე ვერ მithმენ ახლა. აი მეგობრებო, ზემოთ ტაისონი თამაშობს. და ტაისონის ზემოთ დაინახავთ აი აქ არის ბუნაგი რაღაცის. საკმაოდ ღრმა ბუნაგები არის. მაგის აქეთაც არის. მოკლედ ბევრია რა და შეიძლება მანდაც ბინადრობენ რაღაცები. ეს მჭირდება ბევრი ხმელი შეშა. ღამითაც მინდა ყოველ შემთხვევისთვის არ მინდა ძალიან გავრისკო რა. რომ ცოტათი ცეცხლი მქონდეს დატოვებული. ეგრე ხროვა რო დამადგეს საშიში არის, რასაც ვიდეოში ნახავთ მე. როგორც იქ მოვიდნენ ფოტოხაფანგის კაცს, იმიტომ რომ ეს შეიძლება პირდაპირ არ შემომივარდნენ, მაგრამ საშიშია პირველ რიგში ტაისონის შემთხვევაში, იმიტომ რომ ტაისონი არის მათთვის საკვები. მერე მაინც შემწევს რა.
უკვე მეგობრებო, გილოცავთ. დღეს არის 7 აპრილი, ხარება. მრავლს დაგასწროთ უფალმა და ბედნიერად გავყოფოთ საკუთარ ოჯახთან ერთად. უკვე აღდგომას მოდის. აღდგომასაც წინასწარ მოგილოცავთ, იმიტომ რომ ალბათ მაგ პერიოდში ვიდეოებს არ დავდებ. მრავალ აღდგომას დაესწარით, უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და ბედნიერად და ჯანმრთელად გამყოფოთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ჩვენს ქვეყანაში, რავი, ყოფილიყოს სიყვარული ხალხში ერთმანეთში, პირველ რიგში სიყვარული ყოფილიყოს და ერთგულება ქვეყნისადმი. ეს გვაკლია დღეს ყველას აბსოლუტურად. ქართველებს ერთმანეთის სიყვარული და ქვეყნის ერთგულება. და რაც მთავარია, კიდევ რაზეც ყოველთვის გული მწყდება ხოლმე. აღდგომის დღესასწაული არის ყველაზე გამორჩეული დღე, როდესაც ღმერთი, ჩვენი მხსნელი უფალი იესო ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. ეს არის ღმერთის გამარჯვება ბოროტებაზე, სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, კეთილის გამარჯვება ბოროტზე. აი, ამ დროს გადაგვარჩინა მან, ჩვენ ვაწამეთ, რა დღეში ჩავაგდეთ და ღმერთი ჩვენს გამო ეწამა ყველაფერს გაუძლო, ჩვენს მიერ მიყენებულ ჭრილობებს, ზიზღს, დაცინვას, ყველაფერს გაუძლო, მკვდრეთით აღსდგა და გადაგვარჩინა, რომ გქონდეს საუკუნო სიცოცხლე, ვისაც გვინდა რომ ვიყოთ იესო ქრისტესთან. და რაც მთავარია, რატო დავიწყე ეს საუბარი? მინდა რომ აღდგომის დღესასწაული ქართველებმა აღვნიშნოთ ხოლმე ისე როგორც არის. აღდგომის დღესასწაული არის ყველაზე ბედნიერი დღე. ამ დროს უნდა გვიხაროდეს, უნდა ვლოცულობდეთ და ვიყოთ ფხიზლები. მე კი იცით რომ საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ზოგადად ვიძახი რა. აღდგომის დღესასწაული არ უნდა დავივიწყოთ რატომ არის და რა ხდება. ხალხი სამწუხაროდ ივიწყებს თვრება, სასაფლაოებზე ქეიფი, თრობა, მერე ჩხუბი, გინება და 1000 უბედურება. ეს არის ძალიან დიდი ცოდვა, მეგობრებო. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და როგორც არის და რაც არის, ისე უნდა აღვნიშნოთ რა. როდესაც უკვე ზედმეტში გადაგვაქვს თრობა, ჭამა, ეს ღრეობა რა, ეს იწვევს მერე უკვე ბევრ ცუდ რაღაცას. უფრო ცოდვაში ვარდებით. არა მარტო ეს თითოეული ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა. აღვნიშნოთ სწორად, სუფთად, როგორც არის და მადლობას უხდიდეთ ღმერთს, რომ აი, ღმერთმა გადაგვარჩინა და ჩვენს გამო რას გაუძლო. და რა ის რომ ჩვენ სადღეგრძელოები ვიძახოთ, დავთვრეთ, სულ დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა, ეს სულ დავივიწყოთ და რავი, გადავიდეთ აი ყანწებზე და იმეებზე რა. მე რადგან არ ვსვავ სასმელს და საერთოდ ალკოჰოლს არ ვეტანები, მაგიტო არ ვიძახი მეგობრებო ამას. სწორად გამიგებთ, ვინც გამიგებთ, გენაცვალეთ გულში რა. ბევრი ადამიანი ვერ გამიგებს და იფიქრებს, რომ ესო საერთოდ არ ვსვავსო და რაჭკუას გვარიგებსო, ანუ ტრადიციებს არ იცავსო და რაღაც სისულელები რა. თრობა, ღორობა და ეს ღრეობა ტრადიცია არ არის. ქართველმა კაცმა საუკუნეების ქართველმა კაცმა ყოველთვის იცოდა ზომიერება. არ თვრებოდა. არ სკდებოდა და მაგიდაზე სიარული და სადღეგრძელოები და რაღაც უაზრობები არ იცოდა რა. ქართველი კაცი იყო შვიდი, გაწონასწორებული და იცოდა ზომიერება. ყველაფერი საზიზღარი და ცუდი რაც დღეს საქართველოში გვაქვს, არის საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი, აი ათეისტური რეჟიმის დატოვებულია, რომ დაამახინჯოს ჩვენი ქვეყანა, ტრადიციები და ეს ქრისტიანობა. ამიტომ მეგობრებო, ეს გაითვალისწინეთ, ვინც გულით გამიგებთ და გაიაძლებთ, რასაც ვიძახით, უკეთ გენაცვალეთ და მრავლს დაესწარით და გილოცავთ და რავი, ბედნიერ ქვეყანაში გვეცხოვროს რა. გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა პირველ რიგში, იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერი გაგვაჩნია, საქართველო. მოიღრუბლა და ქარმაც მოუმატა, ამიცაც გადავხედე და საღამომდე მიჩვენებს მაგარ წვიმას. არ ვიცი, შეიძლება ცოტა ზემოთი წვიმოს და კონკრეტულად ჩემთან არ იწვიმოს. ნახოთ, მე მირჩევნია რომ მაგარი წვიმა არ წამოვიდეს რა. ქოხი ჯერ მსადყოფნაში რო არ მაქვს. ეს ტენტი კი გამწდება, მაგრამ ამდენი ნივთიც რომ აქვს. ცოტა წინ წყლავს კიდეც. მირჩევნია არ იწვიმოს. თუმჯეროდეს მეგობრებო, თუმჯეროდეს. დღეს დიდი დღე ყოფილა. აუ, გატეხილია. არა უშავს. ხო გახსოვთ, კუპილკას კოშჩანგალი რო აქ დავკარგე.
თვეების წინ და რო ვეძებდი და ვერაზოს ვერ ვიპოვე რა. ნახე სად იპოვე. თლილივით არის. კატეხილია, მაგრამ არა უშავს. ჩანგალი ხო მაინც არის. თვეების შემდეგ შევხვდი. ამას მოვაჭრი და დავტოვებ ჩანგალს. ეს ქვები რაც გატყდა ამოვალაგებ. რა თქო დავტოვო, მე შეიძლება ნებისმიერ დროს გატყდეს და აი ისეთ დროს გატყდეს, რომ გორდი თვე ვიყო და ეს როლოს ამ რამე ეგეთი. აუ ეს მაგარი გამოდგა ძალიან. თელი ბარგი შევიტანე და ტენტი გადავაფარე ესე გვერდიდან. აი გვერდიდან რო იყოს მიწელებული ვითრო, სადაც მევიძინავს. ჰოპ. ამას თოქს მოაბავ და რამეზე დავუჭერ. ესე დავტოვებ რა ვიცი. სადაც მე ვიქნებ ყოველ შემთხვევაში იქაურობა არ დასველდება. ამის ჯერ ვერ გაუგე, წეღან სუშავი იყო ცა. ცოტა წამოწინწყლა, გამოვედი რა ვიცი, ცოტა იხსნებასავით და თუ არ იწმევს თრად კარგი რა, უკეთესი იქნება. თოვლის მოტეხილი დიდი ტოტები რა წყრია ზის, ცოტა რბილია რა. მოდლი იყო რომ მოტეხა ესე იგი და ამებს მოვჭრი. კარები მინდა შევავს, იმიტომ რომ კარებია ყველაზე შეუსებელი. კარგად უნდა შევავსო რა, მაინც კარებია და ახლა ღამე რაღაც რომ ესტუმროს და თავი შემომიყოს როგორია. ახლა უბრალოდ იცით რას ვფიქრობ, ღამით კამერა. აქ დავაყენო ისევ თუ ცოტა მოშორებით, იცით რატო? აქ რო დავაყენო ცეცხლი იქნება, ჩემი სუნი, ტაისონის სუნი, იარაღის სუნი, ხო შეიძლება მოერიტოს რაღაც და არ მოვიდეს ახლოს და ვერც გავიგო რამე თუ მოვიდა. აი ეგ ფიქრი მიტრიალებს რა და გადავწყვეტ რამეს. ეს ხე ისეთი ხმელია თავისითაც უნდა იყოს აქცეული და მიკვირს რო დგას. რა გადაწყის ამ ხელს? ძალიან გამოფიტულია ეს დიდხანს არ დაიწვება, მაგრამ დიდია და ეგ პლუსია, მაგიტო ხავიღე.
ცოტა წავუთავო თორე არ არის ისეთი მე რომ მიყვარს. მოტყდა. ეს დავხატავ. პროსტად ჩანახაც გავაკეთებ ჩემს ქოლს. ახლა როგორც გამოიყურება ყველაფერი ისე. პატარა ჩანახაც გავაკეთებ. რასაც პირადად მივხედავ. უკანაფონს არ დავხატავ. ამებს მე გავამუქებ, კარგად გავასწორებ. უკანაფონს არ დავხატავ, აქ დავაწყობ ყვავილებს, რასაც აქვე დავკრებ. აი 3 წლიდან ძალიან აქტიურად ხატავდი ხოლმე. ჩემს სახლში სულ ჩემი ნახატები იყო ხოლმე გამოკრული. მე პაპას კიდე სოფელში მიქონდა ხოლმე, იქაც ერთი კედელი სულ ჩემი ნახატებით იყო აჭრელებული რა. მამა ჩარჩოებში სვავდა ხოლმე. ახლაც შემოსასვლელშია ჩემი ბავშვობის ნახატი და სამზარეულოში 2. უფრო კარგი ნახატები რა, ჩამოკიდებული. და აი სულ ხატავდი ხოლმე, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე თითქოს ძალიან შევეშვი რა. აღარც გამხსენებია თითქოს ხატვა. განა დამავიწყდა ხატვა. უბრალოდ არ გამხსენებია რომ აი ბადრი მოდი დავხატო. ჩემ თავს რო უთხრა. თორე მაშინ სულ რაღაც მუზეები მომდიოდა ხოლმე სკოლის პერიოდშიც ვიძახი. მერე ვიძახი აი უფრო წამოვიზარდე და რაღაც კაი ხანი არაფერი დამიხატავს რა. და ესე პერიოდულად რო გამახსენდება ხოლმე ხატავ და ხატავ. ესეც ტყეში დამაქ ხოლმე და კარგია ტყეში ხატვა. აქ უფრო ჩანახატებს ვაკეთებ, რაღაც სერიოზულ ნახატებს არა, როგორც სიტყვაზე ისე დავჯდები და დავხატავ. სენ სწორად რო ჩაიდოს, ცოტა უნდა დააჭირო. ცეცხლი დავანთო. ესე წვიმოს თუ ველოდე, შეიძლება დრო ტყუილად დავკარგო და რეალურად არც იწვიმოს. ამდენი ხნის შემდეგ ვაზელინის ბურთულა დაბრუნდა. მეგობრებო, ძალიან მაგარი სიახლე მაქვს GoPro-სთან დაკავშირებით. მარტო GoPro რა არის, ხო? Tyson-ისთვის გამოვიწერე ძალიან მაგარი რაღაც ტანზე ეცმევა და აქვს GoPro სამაგრი, როგორც მკერდზე, ასევე აი კისრის ზემოთ ზურგზე რა. და წარმოიდგინეთ Tyson-ი GoPro დამაგრებული, რა კადრები წავა. აი რო გაიქანება და ხეზიავა, კლდეებზე რო დახტის, ჯოხებს რო გვართმევს და რაღაცა. ძალიან მაგარი იქნება. ველოდები რო ჩამოვა ეგრევე დავუყენებ და გავტესტავ. GoPro-ს რაღაც აქსესუარების გამოვიწერე და მოკლედ
კაი სიახლეები იქნება რა. კაი საქონლის ნაჭერი მაგ დღეს წამოღებული, ძვლიანი. ფიქრობ, შამპურზე შევწვათ ქვაზე. მოდი ამჯერად შამპური იყოს. დავამუშავებ ახლა კარგად. დავსეროთ ხორცი, მოვაყაროთ აჯიკაია სვანური მარილი და მერე ქონდარი. ძალიან კაი ნაჭერია, 9 კილოა და დღეისთვის იდეალური იქნება. ვინც არიცით, ძაღლებში არსებობს ეგრეთ წოდებული rough feeding, ანუ უმიკვება. უმიკვების დროს, აი რა ეჭმევა ძაღლს უმიკვების დროს. ესენია საქონლის ხორცი, იხვი ბატი, ან ფრინველები, ქათამი, მწყერი, კურდღელი. კურდღელი ფრინველი არ არის მივაყოლე. არ შეიძლება ღორი. ღორი არის ცხიმიანი, ძაღლს აქვს სუსტი ღვიძლი. ღორი არის ცხიმიანი, ძაღლს აქვს. ღორი არის ცხიმიანი, ძაღლს სუსტი ღვიძლი აქვს, რის გამოც შეიძლება გაუღიზიანდეს და ღვიძლზე პრობლემები შეექმნას. მაგრამ დანარჩენი რაც ჩამოგითვალეთ, ძალიან კარგი არის. ისევე როგორც სოფლის კვერცხი და მწყერის კვერცხი. ამებს ყიდულობ ხოლმე ტაისონისთვის არის, ტაისონი საერთოდ გაზრდილი მყავს უმკვებაზე. აუდ უმკვებას უნდა კარგი გარკვევა, კარგი ცოდნა და კარგი შესწავლა რა, ესე ადგე და უმი რაღაცები აჭამო არ არის. და უმკვების დროს ძვალზე რო გითხარით, ზოგადად ძვალი, შემწვარი ან მოხარშული ძაღლისთვის არის ძალიან ცუდი. შემწვარი და მოხარშული ძაღლი სხვანაირი სტრუქტურაზეა, აი სხვანაირი ხდება საერთოდ და ვერ ამუშავებს მისი ორგანიზმი, ცუდ ნაწილებად ტყდება, ბასრად ტყდება რა. მაგალითად, ქათმის ძვალი რო ავიღოთ, შემწვარის და მოხარშულიც ისე ტყდება, რომ შეიძლება აი დანისპირებივით იყოს. და რაც შეეხება უმს, მაგალითად, საქონლის ძვალი, ძაღლს შეგიძლია თამამად მისცე და რასაც შეჭამს, რაც მაგარია და რაღაც დატოვებს. კარგი არის კბილებისთვისაც და მისი ორგანიზმისთვისაც, ძალიან ბევრი ვიტამინს იღებენ, ისევე როგორც ძვლისთვისაც. მეორე მეთოდი კიდევ ერთი კარგი რაც არის, ძვლის ნახარში. ძალიან ბევრი ვიტამინი გამოიყოფა მაგ დროს და ძაღლს შეგიძლია მისცე, თავის საჭმელს დაასხა, კარგ არომატსაც აძლევს და ვიტამინებით ავსებს. უმკვებაზე უმჯობესია ინგლისურად მოიძიოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ქართულად თითქმის არაფერი არ არის რა. ზოგი საერთოდ ამობს არ შეიძლებაო. ეგ არის 1000 სისულელე და რაღაც გავრცელებული ცრუ აზრები, იმიტომ რომ ძაღლი არ არის რაღაც სათამაშო და როგორ გითხრათ, დეკორატიული რაღაც. ძაღლი არის მტაცებელი, ძაღლი არის ველური ცხოველი. ნებისმიერ კარგ კინოლოგს რომ მკითხოთ, იგივეს გეტყვით. ძაღლი არის ველური ცხოველი. ველური ცხოველები რას აკეთებენ? ნადირობენ, მოიპოვებენ ხორცს და ჭამენ. მიირთმევენ. რა თქმა უნდა, ხორცი უნდა იყოს კარგი, არ ვიძახი მე რაღაც ხორცის ნარჩენები აჭამეთქო. უმიკვება ყოველთვის ბევრად ძვირიჯდება. წარმოიდგინეთ, საქონლის ხორცი, კურდღელი, ქათამი, ისა, მწყერი, ხო ძვირიჯდება რა. უბრალოდ კარგია მაგას გეუბნებით. ეგ არის. რაც მოვიდით თამაშობ, მურჩი? კარგი ბიჭი. დღეს ხორცი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეთოდით მომამზადე, რაც ყველაზე მარტივია და ყოველთვის უგემრიელესი გამოდის ხოლმე რა. ნაკვეჩხალი რო დაიდო. ავიღეს ხორცი და პირდაპირ ნაკვეჩხალზე დავდე.
კი გამოვიდა ზე იდეალური. ძალიან წვნიანი და რბილი. Ал დარჩა ტაისონ კანებზე და მივირთვი. ძალიან იცით როგორი ამინდი არის? რო ჩერდება ყველაფერი, თითქოს სიმშვიდეა, ნიავის აღარ უბერავს და მოიღრუბლა. მაგდას წვიმა იცის ხოლმე, ნახოთ. ხორცი უგემრიელესია. ძალიან რბილი და წვნიანი. ძაღლისთვის ესეც კარგია. კვერცხის ნაჭუჭი. წყერის კვერცხს პირდაპირ ვაზრებ ხოლმე. რო ვარჩევდი ზერთ კვერცხი დარჩა და მიეყოლებს მერე მაგას. ძაღლისთვის კი არა, ჩვენთვისაც იცით რა არის კარგი? კვერცხს რომ გატეხავ. ისა ნაჭუჭს შიგნი კანი ხო აქვს თხელი. მაგას მოაცლი, მაგ ნაჭუჭს გამოაშრობ. სოფლის კვერცხი უმჯობესია. ნაჭუჭს გამოაშრობ, მერე ჩოფერში ან ბლენდერში გაატარებ, აი ფხვნილივით იყოს. და საჭმელს რომ მოაყრე, ძალიან კარგია. განსაკუთრებით ძვლებისთვის. იგივე შეგძლიათ გააკეთოთ ძაღლებისთვისაც. ეგრე ფხვიერი მასა და საჭმელზე მოუყარეთ ხოლმე. ცილები მიღებულია, დავეშვი ახლა, შეშამოვიმარაგო რა. კიდე დავამატო ამას, ეს ცოტა საღამოსო შეიძლება ჩავწვა. მაგრამ პლუსი ის აქ ახლა ამას რომ აქაც ამდენი ბუნაგია. აი ქვემოთ ნახეთ, ძირზე. ასე ხო შეიძლება არაფერი ჩანდეს, ქვის ქვეშ შეიძლება სულის იყოს ბუნაგი. შეიძლება ძველებიც იყოს. ნუ ახლა არაფერი ცხოვრობდეს, შეიძლება ახლა ცხოვრობდეს რაღაც. ტურაც, მელაც, როცა აკეთებს ეგეთ რაღაცას, სხვა მოსასვლელიც აქვს. დიდი წაქცეულხია და მოვაჭრი გარეტოტებს. დიდი ტოტები მინდა წასაღებადაც კაია და შეშადაც. ისე ბუნება მეგობრებო რა მაგარია. გადაიარა ზამთარმა და სუსტი ხეები რეებიც იყო. მოგლიჯა. უმცა შეშად. იმიტომ რომ ახლო ხმელი ხეები თითქმის არ იყო. აი იმ დიდ ხმელ ხეს თუ არ ჩათვლით საჭმელს რომ ამზადებ ხოლმე ზედ რა. გვერდით ის დიდი მუხაც წაიქცა და ახლა გარშემო დავემატა უამრავი შეშა. წარმოგიდგენთ რამ ხელა ხეებია. ესენი გამოდგება მე სულ შეშად რა. და დავაკვირდები მე ზოგი ხე მეგობრებო წაქცევის დროს სხვას ეყუდება ხოლმე სხვა ცოცხალ ხეს რაც ცოცხალი ხისთვის ძალიან ცუდი და საშიშია იმიტომ რომ
შეიძლება თავისი ჭიები, პარაზიტები და ავადება თუ აქ რამე გადაიტანოს იმ ცოცხალ ხეზე. ისედაც აწვება, ძალასაც ატანს. უბრალოდ აფუჭებს რა, ამიტომ ჯობია თუ ეგეთ ხმალ ხეს ნახავთ, მოაშოროთ. ორი 2026 წლის პირველი ქუხილი. მოიცა ტაისონ, მოდი. ყორნები არიან ჩვენს თავზე. ეს ნახეთ რა დღეში არ ხორი ყურები. აუ ტაისონის თავზე არის გავსებული ყორებით ცა ყორნებით უფრო სწორად. აი მეგობრებო, დღეს გაიღვიძა ბუნებამ ოფიციალურად რა. ჭექა ქუხილი არის ერთ-ერთი ნიშანი მაგისა. დაისო, კიდე ყონას აშტებდები? ჯერ ამას რო შევესწარი ძალიან ბედნიერი ვარ და რატომ მეგობრებო? პირველი ქუხილი გავიგე თუ არა, ყორნები შეიკრივნე ცაზე რა, ასე რო ვთქვა და გამოსცემდნენ ხმეებს, ძალიან ყორყორანი, ძალიან მაგარი არსება და ძალიან ჭკვიანი. კარგად კამერაში არ ჩანდა მეგობრებო, იმიტომ რომ იქით მაინც ტოტები ეფარება, მაგრამ დამიჯერეთ, ერთი 20 ყორანი მაინც იქნებოდა რა. ახლაც ტაისონი მაგათა შტერდება. თითქოს ბუნების გაღვიძება აღნიშნესო და აი ხმა გაიგეს თუ არა გამოვიდნენ. ახლაც ქუხილია. მაგრამ ძალიან სუბუქად წვიმს. შემოვედი მეგობრებო, გარეთ მაგარი ქუხილია, ესე იგი, მალე წვიმაც დაიწყება. ტენტი კარგად არის, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ზემოთ ხო არ ავწევ, იმიტომ რომ რო წამოვიდეს წვიმა, აი ნაპირში წვეთები მომხვდება. ველოდები მეგობრებო, ბოლომდე გადაიღოს და გავალ. ქუხილი იმატებს მომენტებში და მე შეიძლება კიდე დაუშვოს. თან მაგრად ვითეთრები მეგობრებო, ასე რო წევა. ახლა რო დავიძინო, ღამე აღარ დამეძინება მე. ჯერ არის 6-ის ნახევარი. მოკლედ ახლა წვიმა არის 10 გრადუსი. სადღაც 1 საათი უნდა გადაიღოს რა და ღამე აღარ წერია მგონი. არც მეორე დღეს. რა ღამე კაი სიცივია. რაღაცა დაინახა და ისონა. იყავით, აისონ არაფერი იქნება.
უკანი კაი თემა არის, ხავსი კარგად ეჭიდება. დიდხანს აძლევს. და დიდი სიცარიელების შევსებაში მაგრა დამეხმარება. ვიტამინ ფაუერის დროა. ასე დამაგხოლმე რა, ყველაზე მარტივი არის ადგილის თემაში. მერე მე და ლაშა კიდე რამდენიმე შორს ჩაგიწერთ ჩემ საკვებ დანამატებზე. რეებსაც ლაშას მითითებით სვავ პირადად მე და ვარჯიშის თემაში ძალიან მაგრად მივდივართ. ასე იქნება საღამოს ცილა. ბიფ პროტეინი კრეატინთან ერთად. საჭმელი კიდე მაქვს დარჩენილი კვერცხი, მაგრამ შეიძლება დღეს ავჭამო და დილისთვის დავიტოვო ყოველ შემთხვევისთვის, რა დილასაც თუ წასვლის წინ ჭამე არ ვიცი ზუსტად. ძალიან მაგარი ხმები არის გარშემო ჩიტები. გალობენ, ჭიკჭიკებენ აქეთ კოდალაზის სადღაც ახლოს ხეზე და მომენტებში წაუკაკუნებს ხოლმე, მაგრამ ვერ დავაფიქსირე ჯერ სად არის. მაგარია. აუ აქ როგორ დაუმისნე ხანმოდა. იგამბო. ნახეთ რომ ზის ჩასვლა არის მეგობრებო. საოცარი. აი პირდაპირ დავდგე ერთი. აი სახეზე რომ ანათებს როგორ მიყვარს. აი სტაფილოს პროდ უკვე ნარინჯის პროდ. თან ამ დროს ძალიან მაგარი არის ჩქარა ჩადის რა, ისე რომ თვალით შეგიძლია შეატყო აი როგორ მიდის ნელ-ნელა. ძალიან მაგარია, თვალს მჭრის. საღამოს კვება ასეთია. აუ დღეს რა ლამაზია. აჯიკაიამ გამოუშვა ძალიან მაგარი რაღაც. ამას ქვია ნუგბარი. ჯერ ვერ ვკითხულობ თვალები მაქვს აჭრელებული. ოხ, არ შემიძლია კითხვა. აჭრელებული მაქვს თვალები ცოტა გამიალას და წავიკითხა, მაგრამ აი ეგრე მზის ყურებას არაფერი ჯობია. ზღვაზე ხო ძალიან ლამაზია მზის ჩასვლა, მაგრამ აი მთაში სულ სხვა არის რა.
ახრა კიდე ისე და არ ვარ ძალიან მაღამთაში. აი მაღამთაში ხო ყველაზე იდეალურია. ხოლმე თანხმები შენ კარგო ბიჭო. ეს მომიტანე გადასაგდება არ. მოკლედ ეს არის აკაციის და წაბლის თაფლი, ნიგოზი, ნუში, გოგრის გული, ფინიკი, შავი ქლიავის ჩირი, გარგრის ჩირი, ქიშმიში, ლიმონის ცედრა, მიხაკი, დარიჩინი, ჯანჯაფილი. აი წარმოიდგინეთ ბუმია რა. ერთად ამდენი საოცარი რაღაცის. ძალიან უყიერი იქნება. და ძალიან კარგი რამ იქნება იმ თემაში, რომ აი ადამიანი მარტივად დაანაყროს. აბა გავსინჯავ ახლა. წვიმა წამოვიდა ისე. აუ. რა მაგარი არის. თქვენ გაიხარეთ აჯიკაია ამის გაკეთებისთვის, აი ზე იდეალურია. დედოს პიცა ვარ თუ ვაზვიადებდე. ძალიან მაგარია. წეში ამაზე მეტად კაც რა უნდა გაუსწორდეს არ ვიცი. უგემრიელესია. ამას ცოტა ხანში თავს ძალი დავაფარებ, თორემ მთლიანი შეჭამ ისეთ გემრიელია. მართლაც გაწვიმდა. თაფლის და ამ ყველაფრის გემო ერთმანეთს ისე აჯდება, რომ რაღაც საოცრებას ქმნის. უნდა დავაფარო თავი, თორემ მართლა მთლიანი შეჭამ. აი მეგობრებო, ძაღლზე შემიძლია ვისაუბრო უსასრულოდ, ისევე როგორც ნებისმიერ რამეზე, რაც ძალიან მიყვარს. აი, ტაისონი ჩემთვის რას ნიშნავს, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. საერთოდ ძაღლი მართლა ტყუილა კი არა მომეხოვნე, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარიაო. მართლაც საუკეთესო მეგობარია რა. სახლში აი ესე ჩემთვის როცა ვარ, მთელი დღის მანძილზე ეს ჩემთან არის. არაზუს არ მშორდება. სხვა ოთახში თუ გავარ, იქ შემოდის და იქ მიჯდება ფეხებთან. სულ ასე მიყურებს. არაზრუს არ იღლება ჩემი ყურებით, ჩემი დევნით, ჩემთან თამაშით. ჩემს გარეშე ვერძლებს, სახლდა რო გავდივარ, გიждდება, ისე დღეში ვარდება. ძალიან მაგარი რაღაც არის ძაღლი რა და ღმერთს უმადლობას ვეუბნები ხოლმე ტაისონი რომ მომცა. და როგორც ჩემს ოჯახის წევრებს ვლოცულობ ხოლმე, ისე ვლოცულობ ტაისონზეც. და ტაისონის კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე არის ჩემი ბედნიერება. ძალიან მაგარი რამეა ძაღლი რა. მოდი ჩემი გაკოცო. რაღაც იყო ზემოთ 100%-ით გეუნებით. ფეხსი არ მოწვია. ვითბობ. ეს მიხვდა. რო გადაირბინოს რაღაცა მეგეთი მომენტი იყო. უსწარი. პირველი ვარსკვლავიც გამოჩნდა ცაზე. ბუ! რა ლამაზია. აუ რა ლამაზია. საოცარი ქმნილება. ზის ჩასვლას უყურებთ მე და ტაისონი. როასაკლია 7 წუთი. ოპა მეგობრებო. ძალიან ახლოს არის. დაძაბეს. გავაჩუმო? გაჩუმდნენ. ტაისონ, შენ ხარ ნადირი. მეც ნადირი ვარ.
და ქოხში გვაქვს თოფი. დაიკიდე რა. მაგარია მეგობრებო. მომენატრა ტურების ხმა ამდენი ხნის მერე გავიგე. მეგობრებო, ყველაზე მაგარი ცით რა არის? დღეს არის ხარება. მან თავიდანვე ხო გითხარით მოგილოცეთ. ხო და ღმერთმა ძალიან გამახარა დღეს რა. აგერ ბუმოფრინდა ჩემ გვერდით ძალიან გამიხარდა. ტურების ხმა მენატრევო და ეგეც გავიგე. ფოტოხაფანგში საოცარი კადრები დამხვდა. მოკლედ უბედნიერესი ვარ რა. მადლობა ღმერთს. ძალიან მიყვარს ბუნებასთან რაც უფრო ახლო კონტაქტი მაქვს და ახლო კავშირს ვიჭერ, უფრო ბედნიერი ვარ. კაი მაგრაციო მეგობრებო, ნახეთ. ესე არ იგრძნობა რო გითხრათ, მაგრამ აისო, ჩაგორდი თუ გინდა, მიდი. აჰა. ტურებისე დავაფრთხე, არ ვიცი კიდე თუ მოვლენ. წამოვიდა წვიმა ისე ოდნავ. ისე ძალიან არა რა, ოდნავ. თუ გესმით. ხმა გაიგო წეყან და ესე თვცდა იყურება. ისე ტურების ხმა. დაიწყო ესე მეგობრებო წვიმა, გვიანი არის და მოკლედ აქედან დაგემშვიდობებით დილამდე შევხვდებით დილას, რავი, განა რა უნდა მოხდეს კიდე რა გამოხვითოს და აბა ტკბილი ძილი.
ხუთის ნახევარია და გაგვაღვიძა ტურების ხმა. გაჩერდნენ სანამ ჩავრდე. უნდა დავიძინო ისე. აბას თუ ავყევი, აღარც დამიძინე უკუნი. დილამშვიდობისა მეგობრებო. ცივა. ცეცხლს ვანთებ მაინც რომ გამზადებამდე თბილად ვიყო. ფოტოხამფანგი არ ჩემი მოწმებია. და ღამესაც შეეხება სამჯერ გავიგე ტურების ხმა. ორჯერ იგივე მიმართულებიდან ან ჩემს უკან ერთხელ იყო აი აქეთ ზემოდან. აისონი ეგრევე წამოდგა გამოძრა საძირეტავნიდან და ეთქი აისონი ჩაწექი არაფერია. დავიკიდო თქო და ძალიან ტკბილად მეძინა რა კაი ძილი იყო უბრალოდ კი სერემტკივა ეთყობა მომენტებში ცუდად მედო. ტყეში ასე დილა ადრიან ადგომა ძალიან მიყვარს. ჩიტები ეგრევე ჭიკჭიკებენ, გალობენ. კოდალები ეგრევე საქმეს იწყებენ და ყველაზე აქტიურები ამ დროს არიან ხოლმე. ცალკე ყორნები. წვიმასაც შეეხება მეგობრებო, ღამით კიდევ მაგრად დაუშვა. ხანმოკლე წვიმა იყო, მაგრამ მაგრადი წვიმა. მაგრამ აქედაც არ ჩამოსულა იმდენად სხვათა შორის. აქედან დაგემშვიდობებით მეგობრებო ბარემ. მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით. არ დაგავიწყეთ მეგობრებო კომენტარებში თქვენი აზრის დაწერა, არხის გამოწერა. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრად.